მე თქვი ძალიან მარტივი და ვიმეორებ. მანახეთ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთს. მანახეთ ერთი ჯგუფი საქართველოში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთს. არ არსებობს ასეთი, ამაზე გვაქვს საუბარი, რომ რუსეთთან შეხტებას ვინ ითხოვს? საუბარია დალაგებაზე, არ უნდა დალაგდეს. ამ დროს მანახეთ და ხედავ 100,000-ობით გამოთაყვანებულს ხას უსვამთ. სადაც გინდათ მიტინგზე იქ მოვალ და დაგელაპარაკებით. რომელიც ამბობს, არ გვინდა ქართული სახელმწიფო, ევროპა გვინდა, LGBT გვინდა, ეს გვინდა, ეს გვინდა. ერთმა ძალიან კარგმა ახალგაზრდამ, რომელიც ყველაფერს კითხულობს ჩემს გვერდზე, ბატონო დებულო ძალიან მომწერა, რომ მაგრამ მე ცოტა სხვა მხარეს ვარ, აი LGBT და ამნაირი რაღაცეები. ახალგაზრდა კაცს დამპალ უნივერსიტეტებში დააჯერეს, რომ LGBT ეს არის დასავლური ორიენტაცია. გამიგეთ არა? ამიტომ რამხელა სხვაობა იცი რუსეთთან დალაგება ურთიერთობის ამის მოთხოვნა არის აბსოლუტურად პრაგმატული. ვერ მანახებთ ერთ ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს რუსეთს უნდა არ არსებობს. კაცსაც ვერ მანახებთ. სერიოზული ვინც შეიძლება იყოს აგერ 100,000 კაცია გამოთაყვანებული, რომელიც ნატოში შედის, ვერ შეხვალ, დაიქცევით, დაინგრევი, და ევროკავშირში შესვლა უნდა, ანუ თავის სახელმწიფო სუვერენიტეტზე უარის თქმა, რაც წარმოადგენს ესტონეთი, ლიტვა და ლატვია ევროკავშირში. არის დოტაციაზე მყოფი ქვეყნები და დავალებული აქვთ პროვოკაცია.